სახელით მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა დღევანდელი საკითხავი სახარებიდან ბნელი სულით პრობილ ყრმაზე რომელიც მამამ მოიყვანა ქრისტეს რომ ეს სული განედევნა მისგან და ესეც საკმაოდ საშინელ სურათს წარმოადგენდა ეს ახალგაზრდა იმიტომ რომ ძალიან აწვალებდა ეს ბნელი სული და მამამისმა თქვა კიდევ ზოგჯერ წყალში გადავარდება ამის იმით მოქმედებით ამ სულის მოქმედებით ხან ცეცხლში და ეს ერთი სიტყვით ცდილობს რომ დაღუპოს ეს ახალგაზრда ეს ყრმა ეს чабуки. Сегодняшнее чтение из Евангелия от Луки об одержимом юноше, которого отец его привел к Христу, чтобы он его исцелил. Он был одержим духом нечистым. И этот дух, то, говорит, заставляет его бросаться в воду, то в огонь. Вот, и всякие такие неприятные эти происходят с ними, страшные такие вещи. И Иисус изгнал этого духа из этого юноши. Es მოვლენა არსებობს, ჩემი თვალით მინახიეს ერთ მდგომარეობაში და შეიძლება თქვენც გინახავთ ესეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომ როცა შეპყრობილები არიან უწმინდური სულით, ზოგი მიწაზე ეცემა, ზოგი ყვირის, ზოგი ასე ვთქვათ ესეთი საკმაოდ საშინელი და საწყალობელი, ამავე დროს საწყალობელი სანახავია. В таком состоянии людей мне приходилось видеть, и вы, наверное, возможно, тоже видели их, как они, кто кричит, кто воет, кто лает даже такое, и так далее. Падают на землю и, в общем, производят такое, с одной стороны, страшное, а с другой стороны и жалостное такое впечатление. მაგრამ შეგვიძლია თქვათ, რომ ეს უწმინდური სულის მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ ასეთი, ასე ვთქვათ, აშკარა გამოვლინებით. უფრო ხშირად და უმეტესად ეს სული ისე მოქმედებს და ისე გვამოქმედებს ჩვენ, რომ გარეგნულად თითქმის ეგეთი რაღაც გამოვლინებები არ არის ყვირილი და ასე ვთქვათ პირიდან რაღაცა გადმოსდის ადამიანს და ასე შემდეგ. მაგრამ თუ დავუკვირდებით ჩვენი მოქმედებანი თავისებურად უდრის და უტოლდება ასეთ მდგომარეობას. Но дух нечистый действует не только таким явным образом, и реже можно сказать, что таким именно демонстративным таким образом действует. А в большинстве случаев, и можно сказать, что многие подвержены этому, что в большинстве случаев его действие более, так сказать, скрытое. А тем не менее, если мы посмотрим на действия людей, иногда, как говорится, к сожалению, на наши собственные действия, то можем сказать, что наше состояние похоже, уравнивается состоянием вот таких вот одержимых людей. Არაერთხელ ისეთ ისე ვიქცევით და ისე ან მეტყველებთ, ან
ადამიანებს ისე ვეპყრობით, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ღვთისმიერი მოქმედება ჩვენ მხრიდან. არამედ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ამ ასეთი უწმინდური სულის და უწმინდური სულების გავლენით არის ჩვენი სიძულვილი, ჩვენი გმობა, ჩვენი ესეთი მტრული დამოკიდებულება ზოგიერთების მიმართ და ჩვენი, ასე ვთქვათ, პირიდანაც ისეთი სიტყვები და ისეთი ხმები, ასე ვთქვათ, ამოდის, რომ ამას ვითარ შემთხვევაში ვერ მივაწერთ, რომ ეს სულიწმინდის მადლით არის ეს, ასე ვთქვათ, накарнахеви. Вот. И наше поведение нередко, к сожалению, наших ближних, на них это можем видеть, к сожалению, и на нас самих мы это можем видеть, что некоторые наши действия, отношения к нашим ближним, вот, наша злоба, наша ненависть бывает кому-нибудь, вот, то, что исходит из наших уст, какие слова выходят, и недобрые, и нечистые, и так далее, что можно, так сказать, что, скорее всего, что это не духом, так сказать, благодатью Духа Святого, это, так сказать, продиктовано и вызвано, а как раз вот этим духом этих нечистых. Амас ჩვენ უნდა ვხედავდეთ, ამას ჩვენ უნდა ვებრძოდეთ, უნდა ღმერთს ავთხოვოთ და მივმართოთ ხშირად უფალს, რომ ეს არაწმინდა სული და მისი, ასე ვთქვათ, მოქმედებანი, რომ განდევნოს ჩვენგან და ვთხოვოთ, რომ და ჩვენ თვითონ უნდა ვეცადოთ, რომ აღარც მოგვიახლოვდეს. შორიდანვე უნდა ვხედავდეთ ამას, რომ რაღაცა არა, ასე ვთქვათ, სწორი, რაც არ შეესალმება ჭეშმარიტი ქრისტიანის ქცევასთან და შინაგან განწყობასთან მიახლოვდება მე, ხო და უნდა დროზე მოვკვეთოთ ხოლმე амистанадзе мохмедеба. Мы должны за этим следить, мы должны с этим бороться, просить Господа, чтобы как можно дальше удалил бы от нас эту нечистоту, как вот он изгнал из этого бесноватого юноши, изгнал этого духа, и он, значит, уже от него свободен. И следить за тем, чтобы этот дух и не приближался бы к нам. А когда чувствуем, что что-то такое близ нас или внутри нас, так сказать, возникает, то как раз прибегать и к молитве, и, как сказать, сами должны удерживаться и пристыдить себя самих, что это так с тобою происходит, чтобы таких действий, таких слов, вот, и внутри нас, чтобы таких чувств и мыслей, чтобы не было. Твали უნდა ვადევნოთ და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ თუ რამე ამისთანა გვიახლოვდება, ან ჩვენში, ასე ვთქვათ, იბადება ესეთი რამე არა წმინდა, რომ უნდა მიმართოთ ჩვენ თვითონაც, ასე ვთქვათ, შევიბოჭოთ ჩვენი თავი, უფალს უპირველეს ყოვლისა შევთხოვოთ, რომ ამისთან რამე ან მოქმედება, ან სიტყვა, ან გრძნობა რაიმე, ან ფიქრი, რომ ჩვენგან განდევნოთ. და ეს სული, არაწმინდა სული, რომ არ უფლებდეს ჩვენზე, чтобы этот дух, так сказать, нечистый не овладевал бы нами. Самწუხაროდ უნდა ითქვას, რომ
მუდამ და ზოგი საერთოდ არ აქცევს ამას ყურადღებას. ამბობს, რომ მე ეგეთი კაცი ვარ, მე ესე ის იმსახურებს имас, რასაც მე იმას უკეთებ, ან რასაც მე выубнеби. К сожалению, что а некоторые вообще не стараются за этим следить и как-то сдерживать себя. Вот. Если что, то а у меня такой характер, я так сказать, и этот человек, с которым я так поступаю, он именно этого и заслуживает. Он, может быть, и заслуживает, но ты должен думать о себе, что каким ты выглядишь и перед людьми, но самое главное перед Господом. უნდა ყურადღებით ვიყოთ და თვალს ვადევნებდეთ, რომ როგორ გამოვიყურებით ჩვენ, არა მარტო იმდენად არა ადამიანების და საზოგადოების წინაშე, არამედ ღვთის წინაშე, როგორ გამოვიყურებით. ისე შეიძლება ისე ასეთი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არაწმინდა სულით შეპყრობილი ახალგაზრდა, რომ იმის მაგივრად რომ ითხოვდეს და მისი მამა ითხოვდეს ამ არაწმინდა სულის განდევნას, პირიქით შეიძლება ამაყობდეს, აი რანაირი ბიჭი მყავს რა, ასე ვთქვათ, როგორ იქცევა და როგორ ლაპარაკობს და что как можно так это представить, что этот сам юноша или больше даже его отец не просил бы изгнать из него этого духа ничего, а наоборот бы, вот какой у меня парень, вот как он, так сказать, ведет себя, какой его все, так сказать, боятся там и так далее. Вот, хода, ესეთი სხვათა შორის არასწორი წარმოდგენა საკმაოდ გავრცელებულიც კი არის. Такие представления, такое, знаете, подают себя люди, так это довольно-таки распространенное. И считается не то, что одержим каким-то нечистым духом, а наоборот, что человек, так сказать, или мужественный, или острый на язык, или еще что-нибудь, и так далее, что как бы даже этими недостатками может человек хвалиться. Да. ასეთი მდგომარეობით და ასეთი პრობილებით შეიძლება ითქვას, ზოგი შეიძლება ამაყობდეს კიდევაც, რომ აი როგორი, ასე ვთქვათ, მაგარი, ასე ვთქვათ, ადამიანი ვარ. ერთი სიტყვით უნდა ვცდილობდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი სიწმინდე, რაც შეიძლება მეტი სიწყნარე, სიკეთე, კეთილი განწყობა ადამიანების მიმართ განწმენდილი, ასე ვთქვათ, პირი, საიდანაც გინევა და ცუდი სიტყვა და ლანძღვა და ბოროტი რაღაც სიტყვები კი არ ამოდის, არამედ ამოდის კეთილი, ასე ვთქვათ, სიტყვა და ჩვენი ახლობლების და წმინდა ситва ჩვენი ახლობლების მიმართ. Мы должны стремиться к тому, чтобы не что-то, так сказать, такое нечистое, вот, можно это сказать, что дьявольское исходило бы от нас, от наших действий, то, что мы говорим и внутри в наших мыслях, а чтобы это все было бы как можно более чистое, как можно более доброе, любвеобильное в отношении наших ближних. Вот такое поведение как раз будет угодно Господу, и можно будет сказать, что если так будем себя вести,
что Господь изгнал и удалил от нас этого злого духа. Tu ესე მოვიქცევით და ესეთი საქციელი უკვე ჩვეული გახდება ჩვენთვის, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ უფალმა განდევნა ჩვენგან ეს ბოროტი და ეს დამღუპველი სული. Ღმერთმა დაглоцос, Господь да благословит нас всех. Молитвы благодарственные почитаем дома. Самодлобело ლოცვები შინ წავიკითხოთ. დაглоцот ღმერთმა.